თბილისში საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკოსი მერობის კანდიდატი. თბილისში უნდა იყოს ვინმე კაი კაცი. აი პატიოსან კაცად რო იცნობენ და რო იციან რომ ეს კაცი ქოცი არ არის. აი მეც რო ვიცი პატიოსანი კაცი როა. მის პატიოსნებაში მეც რო ეჭვი არ მეპარება. და რავი, ნაცი როა იმასაც არ ეპარება ეჭვი და ქოცი ამორჩეველი როა იმასაც რო არ ეპარება ეჭვი. შეიძლება რთული იყოს პატიოსანი კაცის პოვნა, მაგრამ მილიონნახევრიან ქალაქში ნუ თუ ერთ კაცს ვერ ვიპოვით, რომელსაც რეპუტაცია საკუთარ პროფესიაზე აქვს მოპოვებული და მზად არის უბრალოდ რომ რაღაცნაირად ყველასთან ითანამშრომლოს. ამ დროს ქოცებს წაგებული აქვს თბილისში არჩევნები 100%-იანი. არჩევნებში ასე აჩემებული არჩევნებში არ მივიღო მონაწილეობა. მაშინ როდესაც არსებობს გზა, როგორ შეიძლება მოიგო დედაქალაქის არჩევნები და ისეთი ბერკეტი შექმნა, რომელიც ნამდვილად პრობლემას შეუქმნის ხელისუფლებას. ამის ნაცვლად ქოცებზე ჩაბარება ადგილობრივი მმართველობის არჩევნების ჩემი აზრით არის შეცდომა თუ არ არის ასევე შეთანხმება ქოცებთან, იმიტომ რომ მე ვინაიდან არანაირი საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო რომ ეს კონტრაქტი ქოცებთან რომელიც არსებობდა წინას არჩევნოთ და რომელმაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ის რომ ქოცები მარტო აღმოჩნდნენ პარლამენტში ეს კონტრაქტი ჩემი დაშვებით შესაძლოა გრძელდება და მიშას თუ ეუბნებოდნენ რომ იცი რა შენ მიშა გამოგიშვებთ არჩევნების მერე ზუსტად ასევე შეიძლება ეუბნებოდნენ რომ მიშა აი 9 წელს გატარება მოგიწევს ციხეში თუ შენ ახლა ადგილობრივ არჩევნებსაც არ გაგვაправებინებ და თბილისის მერსაც ისევ არ აგვარჩევინებთ ჩვენიანს მაგალითად გუშინ მოვისმინე რომ გამოყავთ დაჭერილი ადამიანების ციხეში როზიან ქოცების დამსახურებით ოჯახის წევრები რომლებსაც ფაქტობრივად ალანძღინებენ პოლიტიკოსებს რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივ მმართველობის არჩევნებში და ეს ხალხი ძახის რომ ჩვენო შევხვდებითო ყველასო ასეც ისეცო შეიძლება ჩვენ თავს აპირებენ შეხვედრას და მათო დავარწმუნებთო რომ არჩევნებში არ მიიღონ მონაწილეობა დიდი პატივისცემა მათ ღირსეული შვილების აღზრდისთვის პოლიტიკოს როგორ შეიძლება დაკავებულის ანუ უბრალოდ დაკავებული ადამიანის მშობელმა ასწავლოს არჩევნებში მონაწილეობა მისაღებია თუ არ არის მისაღები დაკავებულთა მშობელი ესეთი უცნაური პოზიციიდან შეიძლება ძალიან მორალური პოზიციიდან მათი გადმოსახედიდან მაგრამ არა პოლიტიკური პოზიციიდან შენ ასწავლიდე უნდა მიიღოს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა ჩემი აზრით არ არის სწორი და არ არის ძალიან რაციონალური და არ ემსახურება იმ საქმეს რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს მათი შვილებით გათავისუფლებამდე პირიქით ჩემი აზრით ჩვენი ამოცანა უნდა მდგომარეობდეს იმაში რომ პოლიტიკოსებმა ავიღოთ მორალური ვალდებულება იმაზე რომ ჩვენ შევთავაზოთ გზა გამარჯვების რომელიც უეჭველად გამოიყვანს მათ შვილებს ციხიდან და ასეთი უეჭველად გამარჯვების გზა უფრო მეტად ხო გექნება იმ შემთხვევაში როდესაც მერის არჩევნები მოგებული გაქვს ბერკეტები გაქვს რესურსები გაქვს და შენი ახალარჩეული მერი მიდის და ქოცებს ეუბნება რომ გამოუშვია ეს ხალხი პრინციპულად ეუბნება ამას ანუ ეს უკეთესი გზა არ არსებობს ვიდრე ის რომ მოდი ვაჩუქოთ ქოცებს ადგილობრივი მმართველობის არჩევნები და ასე მივახციოთ ამ ბიზანს ეს არც გათავისუფლების გზა მგონია ამ პატიმრების მათი მშობლების მოტყუების მცდელობა მგონია სინამდვილეში და ასევე მგონია ამორალური ის რომ შენ რო არ დაგეჯერება რეპუტაცია რო არა გაქვს თვალწრევლიან მშობლებს რო ალანძღინებს შენს პოლიტიკურ ოპონენტებს და ერთმანეთს ალანძღინებენ ჯერჯერობით იმისთვის რომ კიდევ ერთი არასწორი ნაბიჯი გადადგა როგორც აი პარლამენტში არ შესვლა იყო არასწორი ნაბიჯი და აჩუქო ადგილობრივი მმართველობის არჩევნები ქოცებს მე არ ვარ ამაზე თანახმა წინასწარ გეუბნებით რომ არ ვარ ამაზე თანახმა მგონია რომ ზოგადად ამ მშობლების გამოყენება ამ საქმისთვის ამორალური საქმეა და რაღაცნაირად ჭკუა ვისწავლოთ ანუ აი ამ არჩევნებზე თუ ვერ ვისწავლეთ ჭკუა კი ისევ იგივე შეცდომა არ დავუშვათ რა შეცდომებსაც აქამდე ვუშვებდით კრიტიკული აზრის მქონე ადამიანებისთვის მინდა ყურადღება მიგაქცევინოთ ასეთ ფუნდამენტურ საკითხებზე რომლითაც საბოლოო ჯამში ანადგურებენ იმ როგორ ინსტიტუციებს რომელიც დიდად განადგურებულია უკვე მაგრამ რომლის რეაბილიტაცია შესაძლებელია იმ გაგებით რომ თუ სწორად მოიქცევი იქ შეიძლება მოვიდეს ისეთი ადამიანი რომელიც არ იქნება ქოცებისთვის კომფორტული იქ გამოიყვანენ დაკავებული მშობლებს რომელიც შეიძლება თქვა რომ ვიღაცა არის მოღალატე ჩვენ შეიძლება დაგვიძახონ მოღალატე იმიტომ რომ მონაწილეობენ არჩევნებში მონაწილეობს ეს ხალხიო მაგრამ სინამდვილეში მოღალატე ამ ადამიანების გასაგონადაც მინდა ვთქვა მოღალატე არის ადამიანი რომელიც ხალხი რომელიც ამათ იყენებს ქოცური საქმის გასაკეთებლად ამაში იღებს ქოცურ ფულს და არ ეუბნება გზას რომ როგორც საპარლამენტო ბოიკოტის მერე მარტო რო დარჩა ქოცები რა გზა მოიფიქრეს რომ აი ის უპირატესობა რომელიც პარლამენტში ყოფნით ჰქონდათ დაკარგეს სანაცვლოდ რა მოიფიქრეს ამას არ ეუბნება ზუსტად ასევე არ ეუბნება ადგილობრივი მმართველობის არჩევნებზე უარის თქმის შედეგად რა შედეგი დადგება მათი შვილებისთვის საუკეთესო გარდა იმისა რომ ბიზნეს შეუთანხმდით რომ თუ გვაჩუქებ ადგილობრივ მმართველობასაც გამოუშვებ პატიმრებს ანუ პატიმრით ვაჭრობების გარდა სხვა რა გზა არის ეს რომელიც აქეთკენ მიდის
და თუ ეს არის რომ საბოლოო ჯამში ტრამპმა დაურეკოს ბიძინას და უთხრას რომ რა დღეში აქვს შენი ქვეყანა ჩაატარე არჩევნები თორე რავი მე შენთან არ ვიმეგობრებ ან პირიქით უფრო სერიოზულად გაგვირდები ან რამეს ვიზამ მაშინ ტრამპს რატო აგინებენ პარალელურ რეჟიმში და ყველაფერს რასაც ეს კაცი აკეთებს და თან სწორად საკეთებს რატო ეძახიან რუსულ საქმეს პუტინის საქმეს და ასე შემდეგ ვისი იმედით შეიძლება კონდეს ასეთ დროს საერთაშორისო არაღიერების და ზეწოლის თვალსაზრისით იმას პირიქით აგინებენ ტრამპის სურათით რომ უნდა დადიოდეს ეს ხალხი ტრამპს აგინებს წინა არჩევნებმა გვაჩვენა რომ თბილისის მოგება ოპოზიციას შეუძლია როგორც არ უნდა ჩატარებულიყო ის და ამაზე უარის თქმა ჩემი აზრით არასწორია სანამ უკეთესი გზა არ დაიდება უკეთესი გზა დაიდება მაშინ როცა გაიხსნება დისკუსია. ამ დისკუსიას რო არ ხსნიან, ამაშია მთელი პრობლემა. იმის გამო რომ ეს რაღაც არ ხდება, ჩვენ ავდგეთ და ყველაფერი, ყველა ინსტიტუცია ვაჩუქოთ კოცებს და ვიაროთ ქუჩაში წაღმოვგულმა. მე ზოგადად არ მჯერა რომ საკუთარი თავის დაზიანება არის ყველაზე მაგარი პროტესტის ფორმა. გონია რომ ნებისმიერი სხვა ფორმა პროტესტის უკეთესია ვიდრე ეს. რომ კოცებს შეეცოდები, ქუჩაში ამდენი ხალხი დადის, დარჩნენ რაღაცა თანამდებობების გარეშე, საკრებულოს გარეშე, ამის გარეშე და ისინი უკეთესები გახდებიან, მე ამის არ მჯერა.